მოგესალმებით ანუნა, მივესალმებ ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. აუცილებლად გიპასუხებთ ამ კითხვაზე, უბრალოდ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო. პირველად მოვისმინეთ თქვენგან ბატონი დარახველიძის ციტატა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეში გამოცდილებებისაც ისეთ კადრებს ვეძებთო და რა ვიცი, ეხლა ცენზურაში გამოცდილება ვისაცაა ამ ქვეყანაში, ბოდიშით, მაგრამ ძირითადად სასაფლაოებზე უნდა ეძებოს და ვინმე პრეტით აყენებას თუ აპირებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ცენზორებს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კარგად ყოფილა მისი საქმე. ხო, ეხლა ის ხალხი ვინ არის ის რაღაცა კალვერა და მისი ბანდა 10 კაცი რაზმი, რომელიც შეიკრა და ეხლა სკროლვა სკრინვის დეპარტამენტს თუ სამმართველოს ჩაუდგება სათავეში. ერთის მხრივ სასაცილოა და ციტატა რომ ისნა ჩემი დღევანდელი ბრიფინგის ის ნაწილი რომელიც მოიყვანეთ ნამდვილად ასახავს იმ კომიკურ ვითარებას რაშიც არის ხელისუფლება რომელიც გაბრაზებულია საკუთარ ხალხზე და გაბრაზებულია საკუთარი ხალხის მიერ გულწრფელი ემოციების თქმაზე ხშირ შემთხვევაში და ამის საპასუხოდ სიტყვა კი არა აქვთ ამის საპასუხოდ არგუმენტი კი არ გააჩნიათ ამის საპასუხოდ იგივე სიტყვით კი არ შეუძლიათ რომ უთხრან ადამიანებს რა არის ამების მიზეზი რის გამოც უკმაყოფილება საზოგადოებაში არამედ მათი პასუხია ციხე როგორც ყველაფერზე ხო რაღაცა ის ძალიან ძველი კონცეფცია ყვარყვარე თუთაბერის როდესაც ხელისუფლების სათქმელი არაფერი არ აქვს ის დილეგში დაამტყდოს ყველა სანამ ის დილეგი არ გაივსება და ხო ეს ყველას ქართული ფილმი ფეოლა ნანახი და ეს ცნობილი ფრაზა ფეოლა და ვაიშენს პატრონსო რო ეუბნება მართლა ვაითქვენს პატრონს თუ გონიათ რომ ეს არის ის გზა რა გზაზეც ქართული საზოგადოება მათ გაყვება ხო არ ვიცი ამ ქვეყნის პოლიტიკური ისტორია მათ შორის აი რაღაცა ქართული YouTube-ის ისტორია დაიწყო იმ ცნობილი ვიდეოთი საყვარელი კაცის გახსოვთ არა შევარდნაძეს რომ მოიხსენიებს არც ის ეს ასიამოვნოთ ყოფილი დეპუტატია ის კაცი სხვა შორის უზენაეს საბჭოს იმითი დაიწყო საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში მე კი მას කියავ რომ გინება ნორმალურია მაგრამ ხელისუფლების კრიტიკა მათ შორის მწვავე კრიტიკა ისეთი როგორი ფრაზეოლოგიითაც მათ შეიძლება არ მოსწონდეთ ეს არა მარტო თავს მოხვეული ამბავად შეიძლება შეასაღოს საზოგადოებას ქართულმა ოცნებამ არამედ ეს არის მათ შორის ქართული პოლიტიკური კულტურის ნაწილი და პირველ რიგში პოლიტიკური კულტურის ნაწილი არის სიტყვის თავისუფლება ქალბატონო ანუნა საქართველოში სიტყვის თავისუფლება ყველა დროს სხვადასხვა ფორმით საკმაოდ მყარად არსებობდა და მათ შორის ქართული ოცნების აი ამ რაღაც აღვირახსნილი პროპაგანდის პირობებშიც კი ამ უკანასკნელში ჯერ კიდევ ეს რაღაცა ქართული პოლიტიკური კულტურის უნიშნულოვანესი მდგენელი არსებობს და ეხლა ამაზე მცდელობა რომ 10 კაციანი რაზმი დაждდება და გამოცდილები რაში არის მართლა ვერ გავიგეხოთ კიდევ ერთხელ ვებეორებ ის ხალხი მიწაში დევს ვინც იმაში რა ქვია ცენზურაში იყო გამოცდილი და არ ვიცი ეხლა ესენი ვინ არიან სწრაფად ებაშვებიან სკროლავენ ტელეფონს თუ რაში არიან გამოცდილები ძალიან სასაცილოა ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ არის საგანგაშო რაოდენ ზუსტად და სისტემურად და მეთოდურად მიყვება ქართული ოცნება იმ სახელმძღვანელოს რომელიც ვლადიმერ პუტინმა და ვლადისლავ სურკოვმა დაწერეს თავის დროზე 10 წლის წინ რუსეთში მათი 15 წლის წინ რუსეთში რომელსაც სუვერენული დემოკრატიის მოდელი ქვია და აი ამ მოდელის ნაწილია ასეთი სასაცილო კომიკური სამარცხვინო და შოკის მომგვრელი ამავდროულად მოვლენების შემოსაღება როგორც ნორმალური პროცესი პოლიტიკური პროცესის ნაწილი რომ რაღაცა ეს რაღაცა დღეს უსმენ თქვენ კოლეგებს ამ ხალხს ვერ ვეძახია ხო ჩვენთანაც იყვნენ ბრიფინგზე პროპაგანდისტული მედიების წარმომადგენლები რომლებიც რაღაც აი ძალიან ისეთი თავდაჯერებული და ვითომჭკვიანი სახეებით იძახიან აბა სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის არ ვიცი ეს ზღვარი დემოკრატიულ სამყაროში 200 წელზე მეტია ძალიან ნათლად არის გავლებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ არ გვჭირდება არავის თქვა კულტურის კოპირება ამ თვალსაზრისით საქართველოს უახლეს ისტორიას პოლიტიკურ ისტორიას 35 წლიანს და ამას თუ გავწდებით პირველი რესპუბლიკის ეპოქაშიც პოლიტიკური სატირა თუ პოლიტიკური სიტყვა და აზრის თავისუფლება პოლიტიკაში ქართული პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი ყოველთვის იყო აი ამ 100 წლოვან ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში. მათ შორის საბჭოთა კავშირის საქართველოშიც კი იყვნენ აი ამ ცენზურის პირობებში პრესის კონკრეტული ორგანოები, რომლებიც ძალიან ლამაზად ვიღაცისთვის შეურაცხყოფელად შეიძლება, მაგრამ ძალიან სწორად ახერხებდნენ ყინეულად რაღაცის აღნიშვნას. მე არა ვარ მომხრე
ბინძური საჯარო ენის, ისეთი ბინძური საჯარო ენის, როგორც ეს აქვს ბატონ კახიკალაძეს. ისეთი ბინძური საჯარო ენის მომხრე არა ვარ, როგორც ეს აქვს პრეზიდენტად წოდებულ ყაველაშვილს. ისეთი ბინძური საჯარო ენის მომხრე ნამდვილად არა ვარ, როგორც აქვს ვიღაცა დეპუტატებს, არ ვიცი, გვარების სულ ავიწყდება, იმ გაურკვეველი ხალხი რო არის, სულ რო იგინება და უცნაური ჟესტებით რო გამოიჩენს. ტიტო სამხარაძე ხო არ დაგავიწყდა თაზო? ხო, სამხარაძე ხო. ეგ კაცი და სხვები ეს ბინძური ენა აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ ნათლად ახსოვს ამ ბინძური ენის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამნერგავი არის ქართული ოცნება. ანუ ჩვენ ახალგაზრდა მაყურებელს მინდა ერთი რამ უთხრა, მე პატარა ვიყავი, მაგრამ პოლიტიკით ყოველთვის დაინტერესებული და ძალიან მძიმე პერიოდს ვარ მოსწრებული ქართული პოლიტიკის და მიდევნებია თვალყური იგივე რაღაცა ახალ სამოქალაქო ომ გამოვლილი, თბილისის ომ გამოვლილი საქართველოს პირველი პარლამენტი, სადაც უბედურება ტრიალებდა, მაგრამ საჯარო ენა მაშინაც კი აი მათ გასაკვირად ვიტყვი, ვინც მაშინ ძალიან პატარები იყვნენ ან დაბადებულები არ იყვნენ, მაშინაც კი საჯარო ენა იყო აკადემიური და საჯარო ენა არ ცდებოდა იმ ფარგლებს, რა ფარგლებსაც გაცვდა ყაველაშვილი, რა ფარგლებსაც გაცდა გენერალური მდივანი კალაძე, რა ფარგლებსაც ეს ხალხი გაცდნენ. იმიტომ რომ ეს არის კატასტროფა სინამდვილეში. გეთანხმებით, თქო, ეს კატასტროფა არ აღმოიფხრება იმით, რომ კანონმდებლები რაღაცას მოიგონებენ და მერე შსს-ში, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მასობრივად აწამებს, რომელიც ყველას აბსოლუტურად ამ ქვეყანაში განურჩეულად ოპერმუშაკები ისე ფამილიარულად ელაპარაკებიან, თითქოს ქუჩაში პანას ელაპარაკებოდნენ. დიდი ან პატარიანა, ქალი ან კაციანა, ხო ეხა ეს ხო არავის არ უკვირს, ყველა შეხვედრიან, ეს ხალხი და პოლიციელების აბსოლუტურად დეგრადირებული ენა. მათ შორის ესენი არიან ხალხი, რომელიც აი ეხა დობას კარგავენ, იმიტომ რომ ადამიანს ქუჩაში უმოწყალოდ სემენ და ამ ორგანოში ეხა ამ სტრუქტურაში რაღაცა შეიქმნება და ამას ექნება დობა ამ სტრუქტურას, ვიღაცა გოგოს ეხა არაფრის თქვა არ მინდა, უბრალოდ ვინ არის ეს გოგო რა პოლიტიკის ენა განსაზღვროს ამ ქვეყანაში, ამათ ენდობა რომ ესენი რაღაცა სწორად გააკეთებენ და იზამენ, ხო? ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი და გაურკვეველი. რა შველის, არა ეს ჩარჩოები, მაგრამ რა შველის ის რომ სკოლა დაუმთავრებელი კაცი, რომელსაც 300 სიტყვიანი ლექსიკონი აქვს, საქართველოს პრეზიდენტად არ უნდა გაამწესო. აგრეთვე სკოლა დაუმთავრებელი კაცი, რომელსაც აგრეთვე 300 სიტყვიანი ლექსიკონი აქვს და ამ 300 სიტყვიდან 100 საგინებელია, ან ქუჩის ტერმინოლოგია არის. გენერალურ მდივნად არ უნდა გაამწესო პარტიის. აი აქ არის გამოსავალი. პარლამენტი არ უნდა გაავსო ხალხით, რომელიც აი ამ 300 სიტყვას ვერ ცდება. რა გონიათ ეხა ამ ხალხს, რომ რა ვიცი, ჩვენ არ გავიზარდეთ ამ თბილისში, სხვა ქალაქებში საქართველოსი, ჩვენ არ შეგვიძლია რაღაც ის თქმა. ოღონდ პირველები ხო ისინი არიან, ხო მათიდან ერგეს ეს ყველაფერი. ამიტომ მე გამოვრიცხავ რომ ისინი დაისაჯონ ამისთვის რაიმე ფორმით. ეს არის არა რაღაცა სიძულვილის ენაზე ლაპარაკი. ამიტომ ძალიან კლასიკური, რომ ხო აქ ხშირად ევროპულ პრაქტიკას მოიშველებენ. ხო იქ კი არის ბევრ ქვეყანაში ასეთ კანონები არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეს არის ქვეყნები, სადაც შესაბამის სტრუქტურებს შესაბამისი ნდობა აქვს და სადაც კანონის უზენაესობა არსებობს. ანუ სასამართლო არის თავისუფალი, რომელიც გაარჩევს ხო აი ამ ზღვარს რაღაცა რეალურ ზღვარს სიძულვილის ენასა და რაღაცა ზიზღის ენასა და პოლიტიკურ აზრის გამოხატვას შორის, თავისუფალი აზრის გამოხატვას შორის, მაგრამ საქართველოს ესეთი ქვეყანა არ არის. საქართველოს არის ქვეყანა, სადაც მოსამართლეებს მართავენ კლანები, სადაც მოსამართლეებს იმხელა პროფესიული ღირსება არ ყოფნით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ხმა მოიღონ და თქვან რომ რაღაცა ის ეიხმანის და გერინგის და ჰიმლერის პოზიციიდან გამოვიდნენ, რომ კანონი იყო და ისინი კანონს ასრულებდნენ და თქვან ერთხელ და სამუდამოდ რომ არ შეიძლება ციხეში ხანში შესული კაცი 9 თვით გაუშვა ციხეში იმის გამო რომ ტროტუარზე იდგა. ეს არ შეიძლება. ამაზე ხმა აიღონ, ეს მოსამართლეები არიან და პოლიციას არა აქვს ის ნდობა რომ სიტყვა სწორად გაარჩევს პოლიციას, რომელიც მოქალაქეს არ ვიცი რის გამო უბრალოდ 10-15 კაცი თავს და ძვლებს უმტრევს და უმოწყალოდ ყველაფერს აგინებს და ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებს. კი ბატონო, თაზო, მინდა რომ გადავიდეთ სხვა თემებზეც და მინდა შევეხოთ, დღეს არის 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და 1 ივნისს, როდესაც საუბრობ ბავშვებზე, ცოტა ხნის წინ
მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა თქვეს, რომ თუ ახლოეს დღეებში რაღაც განცხადებები არ გაკეთდება, ჩვენი შვილების სასიკეთოდ მშობლები გადავალთ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე, დავსხდებით კანცელარიის წინ, ჯანდაცვის წინ და დავიწყებთ შიმშილობასო, თქვეს მშობლებმა. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რამდენად დაცულები არიან ბავშვები რეალურად ამ ქვეყანაში და როდესაც საუბრობთ ბავშვთა დაცვის დღეზე, როგორ ხდება, ესე ვთქვათ, 1 ივნისს როგორ ხდებიან ბავშვები ამ დღეს, განსაკუთრებით კი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები. მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ არა ვართ სამწუხაროდ დღეს იმ რეალობაში, როდესაც შეგვიძლია თამამად პოლიტიკოსებს, ნებისმიერ ადამიანს ერთმანეთს მიულოცოთ ბავშვთა საერთაშორისო დღე 1 ივნისს. ჩვენ არა ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, თუნდაც ერთ ბავშვს მიულოცოთ ბავშვთა დღე. რატო? იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, სადაც სამწუხაროდ ყველაზე ბოროტი ამბავი ხდება სინამდვილეში. აი ეს რაღაცა პოლიტიკური ხმაური და გაუგებრობა, რეალური თემების გარდასაფარი გაუგებრობა, ეს რაღაცა ჟანდარმები და იმის საკუთარ მორალის პოლიციები რო გვერდზე გავწიოთ, რეალობა ამ ქვეყნის არის ეს. რეალობა არის ამ ქვეყნის ის, რომ ხელისუფლება რამოდენიმე თვეა ღიად ამბობს და აფიქსირებს, რომ ის მზად არის გაწიროს ბავშვების სიცოცხლე, 100 ბავშვის სიცოცხლე, 100-მდე ბავშვის სიცოცხლე, გაწიროს, იმიტომ რომ რა ვიცი, ის რაღაცა მიზანშეწონილად არ თulis, რომ რაღაცა ფული დახარჯოს თურმე მათ სიცოცხლის გახანგრძლივებაში. აი ამას ამბობს ღიად და პირდაპირ რომ არ არის არ თulian მიზანშეწონილად, რომ 100 ბავშვისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებაში და ჯოჯოხეთური ტკივილებისგან განთავისუფლებაში სახელმწიფომ თურმე ფული არ დახარჯოს, მაშინ რატო არსებობს სახელმწიფო? ვის დრაში ჭირდებათ? რისთვის არის სახელმწიფო, რომ 16000 ლარი აიღოს იმან, რა ქვია, სკოლა დაუმთავრებელმა ყაველაშვილმა, მუდმივად ბავშვად დარჩენილმა? ეს გონიათ? თუ რა ვიცი, ეს გაყოფა მათ შვილებად, სხვის შვილებად. იქ ეხა ხო პოლიტიკური ნიშანი ხო ამას არა აქვს. ანუ მე ვერ ვილაპარაკებ ამაზე რაღაცა პოლიტიკური ნიშნები და ხო რაღაცა სხვა შემთხვევებში განსხვავებით ძალიან ესე ვიტყვი მოზომილად შევეცდები რომ ეს ყველაფერი თქვა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ამბავი ხდება ამ ქვეყნის თავს. წარმოუდგენელია ეს პოლიტიკური ლოგიკა, რაშიც ქართული ოცნება არის შესული. როდესაც ნულოვანი პასუხისმგებლობა, ნულოვანი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ნულოვანი ადამიანობის განცდა, ის რისთვისაც რესპუბლიკა, სახელმწიფო არსებობს ადამიანების სიცოცხლის მხარდაჭერისთვის, ადამიანების სიცოცხლის დახმარებისთვის. ამისთვის თუ არ არის სახელმწიფო, რომ გაჭირვებულს, მას ვისაც სჭირდება ყველაზე მეტად და არ აქვს სხვა შესაძლებლობა. სახელმწიფოს გარდა სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. მე აღფრთოვანებული ვარ უკვე რამოდენიმე დღეა იმ ამბით, რაც დაიცავი ილიაუნის სტუდენტებმა გააკეთეს. აღფრთოვანებული ვარ და ეს არის რაღაცა არაჩვეულებრივი, კიდევ ერთი იშვიათი ისეთი ამბავი, რომელიც ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის განცდას და იმას, რომ საქართველოს მომავალი თაობები ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ ვართ და ჩვენი წინამორბედები იყვნენ და რაღაცეების შეცვლის ძალა გვაქვს, მაგრამ პირდაპირ თქვათ, მოდით ხომ, სახელმწიფოა ერთადერთი, ვისაც შეუძლია რომ ეს წამალი რეალურად ამ ბავშვებს მიუდანოს, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის თანხის მოგროვება. რაოდენ დიდი ჟესტიც არ უნდა იყოს ეს ამ სტუდენტების მხრიდან. ერთის მხრივ მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ სახელმწიფოებს ელაპარაკებიან და არაკერძო პირებს ასეთი ფარმაცევტული კომპანიები, რომელიც ამას გაცდებენ და როდესაც სახელმწიფოს გათავისებულებთ და ეს გათავისებულება თქვენ გონიათ არ იცის, იმან რა ქვია, სავჯოლაძემ ან სხვებმა, რომ ეს ესეა, არ იცის ის, რომ მხოლოდ სამინისტროს დაელაპარაკება ის კომპანია და სამინისტროსთან ურთიერთობაში შეიძლება რომ ფასიც ნორმალური გამოიყვანოს, თუ ქვეყანა და სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ და მსგავს ტიპის დაავადებების ბავშვებს ასეთ წამლებით უმკურნალებს. ეს ყველაფერი გათავისებულია გამხავს. სულელები არ არიან, მიშა სავჯოლაძე ყველაფერია, სულელის გარდა, აბსოლუტურად ყველაფერია სულელის გარდა. მაგრამ აი ამის ლოგიკას სიმართლე გითხრათ, მართლა ვერ ხვდები, ხო? აი ამის ლოგიკა რა არის? ეს რა გზავნილს აგზავნის მთელ საქართველოსადმი. გზავნილს დაუცველობის, გზავნილს უსუსურობის, გზავნილს რომ სახელმწიფო შენ გვერდში მაშინ არ დგას, როდესაც ის გჭირდება. და ამას ხო პოლიტიკური ნიშანი არა აქვს. გარდა რამოდენიმე აღვირახსნილი, პირდაპირ ვიტყვი, ყოველად აღვირახსნილი და ადამიანურად დეგრადირებული ადამიანისა, რომელიც ამ ბოლო დროს გამოჩნდა საჯარო სივრცეში, ის არ ვიცი, ბესეუს პროფესორი იქნება
თუ სხვები და სხვები, აი რაღაცა ადამიანური დეგრადაციის ყველაზე ნათელი გამოხატულება, რომ ამ ბავშვების ამბავზე თქვა, რომ ეს რაღაცა პოლიტიკურია, ან ის არის, ან ეს არის, რაღაცა აუგად მოიხსენიო, ან რაღაცა ვიღაც პროპაგანდისტები, ბინძური ხალხი, რომელიც დაცინის ამ ამბავს. აი, ამ ხალხის მიღმა, ამ ერთეული ბოროტი ადამიანების მიღმა. ეს ხო საყოველთაო ამბავია, ამას ხო არა აქვს არავითარი პარტიული ეტიკეტი. ხო ყველა იგივეს განიცდის. ამ ქვეყანაში ეს რა ვიცი, ქართული ოცნების მხარდამჭერი იქნება, არავის მხარდამჭერი არ იქნება თუ ოპოზიციის ლელოს მხარდამჭერი იქნება. მნიშვნელობა ხო არა აქვს, შვილები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია, ყველა ფერზე ძვირფასია და ყველას ეს განცდა აქვს ამ ქვეყანაში, როგორც მე მაქვს, რომ ჩვენ დაუცველები ვართ, რომ ჩვენზე სახელმწიფო არ ზრუნავს. ეხლა არ მინდა იმ სიღრმეში წავიდე, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც სამედიცინო სისტემა ფაქტიურად აღარ არსებობს. საკასბოთ არის ქართული ოცნების პირობებში და ამ პოლიტიკური სისტემის პირობებში გადაქცეული, ეს ერთ-ერთი უდიდესი კრახია. ჩვენ არ გვრჩება ხოლმე დრო ამაზე სალაპარაკოთ, იმ ხელა პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ უდიდესი პრობლემაა. ეს არის დეგრადირებადი მოვლენა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო იფიტება ეს სისტემა. იმიტომ რომ გამოცდილი ექიმები აკლდებიან ამ სისტემას და ახალგაზრდა კარგი ექიმები ამ ქვეყნიდან გარბიან, ქალბატონო ანუნა, გარბიან უბრალოდ და ეს სისტემა ჯოჯოხეთურ ვითარებაში არის. ამაზეც ხო რაღაც აზრები ქონდა იმ სარჯველაზეს, რომ თურმე აქ ისეთი სისტემა არის, რომ ისა რა ქვია, აქ უნდა იმპურნალო და საზღვარგარეთ არ წახვიდეთ და ეს თურმე რაღაცა ის არის, კომერციულად შეფუთული ამბავი. რა კომერციულად შეფუთული ამბავი, ჩემით მომიწია ეხლა ამ შაბათს ამ პრობლემასთან დაჯახება და ისეთი პრობლემა, რომ საუკეთესო კლინიკებში, რომელსაც ეხლა შეგნებულად არ დავასახელებ, ეხლა ჩემ მიზანმად მაგრამ საუკეთესო კლინიკებში კათეტერის ჩადგმა არ იციან ამ ქალაქში ხალხო. რაზე ვლაპარაკობთ, კათეტერს სწორად ვერ დგავენ. ამაში ვცხოვრობთ და ამ ქვეყანაში არსებობს საშუალება აი ამ კონკრეტული ასებაში შემთხვევაში, რომ რაღაცა პრეპარატი იყოს საზღვარგარეთ, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურების უმძიმესი, ხშირად თვითონ ბიუროკრატიად რომ მოიხსენიებენ, ურთულესი ისენი აქვს, რა ქვია, აკრედიტაციები გავლილი შეერთებული შტატების FDA-ის, აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის რეგულატორის ლიცენზია აქვს მიღებული და თურმე აქ ვიღაცა სარჯველაძემ უნდა გადაწყვიტოს ეს წამალი და მშობლებმა გადაწყვიტეს ეს. და შენი საქმე ის არის, რომ მათ ეს წამალი მისცე და არ არის ბიუჯეტისთვის რამოდენიმე მილიარდიანი კონკრეტულად ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის. თუ არ ვხვდები 3 მილიარდამდე ჯანდაცვის ნაწილი ამის სოციალური გვერდზე გავწიოთ. პატრონი კაცი რო ამბობ, რომ არამიზნობრივია ამ ფულის დახარჯვა 100 ბავშვისთვის, ერთი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის და მეორე აი ამ სიცოცხლის ტკივილში არ გატარებისთვის. რაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ გაუგებარია. ამიტომ ეს დღე, რომელიც ზეიმის დღე არის, საერთაშორისო დაწეს და როგორც ზეიმის დღე. ზეიმის ბავშვების, ჩვენი მომავალის, ჩვენი შვილების, ამ ქვეყნის მომავალის. აი ეს რო ვიზეიმოთ, სამწუხაროდ დღეს არ გვეზეიმება ამ ქვეყანაში ეს. არავის არ გვეზეიმება. იმ შაბლონური რაღაცა უცნაური ღონისძიებების მიღმა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს, დღეს ყველა ქართულ ოჯახში ლაპარაკობენ ამაზე, რომ ამ ქვეყანაში არის 100 ბავშვი, რომელიც ელოდება სიცოცხლის გახანგრძლივებას, რომელზეც უკვე სახეებზე ეტყობათ. აი ეს რაღაცა მიტოვება, ბავშვის მიტოვება, რა უბედურებაა ეს გამაგებინეთ. საკუთარ მოქალაქეებს ტოვებთ ბავშვებისთვის ამის გაკეთება, როგორ შეიძლება? აი ამ სახეებს უყურებთ, უკვე თვეებია. არ გვეზეიმება, არავის არ ეზეიმება. კი ბატონო, დააფთაზე კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბროთ, ალბათ თქვენც ნახავდით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გულისხმობს სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრებს. ძალიან საინტერესო იყო შეჯამება ხელისუფლებასთან შეხვედრის ნაწილში, რომ შეერთებული შტატების დელეგაციამ ხაზი გაუსვა საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის ამერიკული საქონლის, ინვესტიციების უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას და ასე შემდეგ. რას იტყვით ზოგადად ამ შეჯამებაზე, ესე ვთქვათ, ამ ვიზიტის, როგორც თქვენი მხრიდან, ამ შემთხვევაში გულისხმობ ოპოზიციას, იმიტომ რომ ლელოძლიერი საქართველოს იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე და ასევე ხელისუფლების კონტექსტშიც. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემის აზრით ეს განცხადება და მნიშვნელოვანი არის ამ განცხადების მთავარი სულისკვეთება, რომ შეერთებულ შტატების ჩვენი ყველაზე გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესების სფეროც საქართველოს ისევ არის დარჩენილი და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ფიქრობენ იმაზე, თუ რა ხდება ქართული ხალხის თავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის. მეორეს მხრივ მარტივია წაიკითხო, ხო, მთავარი გზავნილები, რომელიც იყო ამ
განცხადებაში ნახსენები. მე ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, დასაწყისი არის, კონკრეტულად განსაზღვრის ამ დამოკიდებულებას, მაგრამ ყველაფრის კონტური უკვე ნათლად გამოჩნდა. ნათლად გამოჩნდა კონტურები იმისა, რომ აბსოლუტური სისულელე არის ის რაღაცა ჯოჯოხეთური სცენარი, რომელთაც ივანიშვილს უნდა თავისი პროვინციული ავტოკრატია მიყიდოს საერთაშორისო თანამეგობრობას და შეერთებულ შტატებს, თითქოს რაღაცა ესა რა ქვია, მეზობელ აზერბაიჯანს თუ ელაპარაკებით, აბა ჩვენ რატო არ გვეკუთვნის ესეთ ავტოკრატიაში რო გველაპარაკოთ, ხო? აბსოლუტური კრახი განიცადა აი ამ რაღაცა მიამიტორმა და სამარცხვინო დამოკიდებულებამ. ამ განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ სტატუს კვოს ჩვენი პარტნიორები არ მიიღებენ. სტატუს კვო, როგორც ეხა დღეს საქართველოში არის, არავინ არ მიიღებს ამათ ნორმად, რეალობად და საწინდარად იმისთვის, რომ ურთიერთობები აღდგეს და განვითარდეს. პირველ რიგში ხაზგასმით ამ კაკნათქვამი ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იმ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომელიც მთელი ძალით და მთელი სიმძლავრით ჩაირთო უკვე ჩვენს რეგიონში და ტრიპი, ეგრეთ წოდებული ეს დერეფანი და ამ შუა დერეფნის გააქტიურება უკვე დაწყებული პროცესია და აქ ინვესტიციების შემოდინება შეერთებული შტატებიდან. შესაბამისად, ამის ნაწილი რო გახდეთ, ხო, ამას გვეუბნება. ეს სტატუს კვო არ გამოვა, ამაში ვერ ვიქნებით, ეს არ იქნება მიღებული როგორც ნორმა. პოლიტიკური დევნა იქ ნახსენებია პირდაპირ პოლიტიკური დევნა ოპონენტების დაჩაგვრა ავტოკრატიული მეთოდებით უნდა შეწყდეს და ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ კონსტიტუციური წარმომადგენლობა უნდა აღდგეს საქართველოს დღეს მოქმედი ოპოზიციის და მე აქ პირდაპირ ვკითხულობ იმას, რომ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა, ქალბატონო ვანუნა, აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა, უკანასკნელი 1 წლის და ცოტა მეტის, რომ 2 წლის უკვე ფაქტიურად, რომ არჩევნები, რომელიც ქართულ ხალხს სჭირდება იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას, რომ ეს არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს და არჩევნება გასცეს. და სხვა აქვე ხაზი იყო ამ განცხადებაში. კი ბატონო, და აქვე ესე რომ ვთქვათ, პროდიპლომატიური სიტყვებით ეწერა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობა მათ შორის აუცილებელიც არის, ხო? კი ბატონო. ალბათ აქ იგულისხმება ის, რომ პარლამენტში ყოფილიყავით მოკლედ, რომ არა ის მოვლენები, რაც მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებს, ამას რომ არ დავუბრუნდეთ, მაგრამ ალბათ ეს იგულისხმება, არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მან არ დავინახავდი მაინც ამ გზავნილს ახლა თლად ძალიან პოლიტოლოგიურ და ექსპერტულ გარჩევაში არ მინდა გადავიდე ამ ტექსტის მე. ყოველ შემთხვევაში შემდგომში მაინც რომ ეს შანსი არ უნდა გაუშვას ოპოზიციამ რომ იყოს წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, ალბათ ეს მაინც იგულისხმება ამ გზავნილში. კი ბატონო, ანუ ეს ცალსახად იგულისხმება, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ამ ქვეყანაში, რომელიც აღარ არსებობს და ეს პოლიტიკური პროცესი ისე უნდა დაიწყოს, სხვანაირად თუ პოლიტიკური პროცესი არ არსებობენ ბანდიტურ რეჟიმებთან შეერთებული შტატები არც ერთი ადმინისტრაციის პირობებში და იმედი რომ კონდათ რომ ტრამპი დაელაპარაკებოდა არც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აი ამ ბანდიტურ სისტემასთან არავინ ილაპარაკებს პოლიტიკური პროცესი უნდა აღდგეს და რა თქმა უნდა ხაზგასმით ცალსახად ამას ნიშნავს რომ მომავალში პოლიტიკური პროცესი ნიშნავს კონსტიტუციურ ორგანოებში წარმომადგენლობას და ჩვენი ძლიერი საქართველოს პოზიცია იმ ეტაპებზეც კი რომელ ეტაპებზეც ამის გამო სხვადასხვა სიმძლავრით მაგრამ ტალაღს გვესროდნენ შეგახსენებთ ქალბატონო ანუ ერთ-ერთი ბოლო იყო რამოდენიმე თვის წინ გაკეთებული ჩვენი განცხადება რომ სტატუს კვო არის ეხა აი ეს ამ ვითარების სტატუს კვო არის ის რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას ზირეულად აზიანებს და საქართველოს აი ლანგარზე მირთმევის რეჟიმში გადაყავს თელი საქართველოს რუსეთისათვის და ჩიხად აქცევს ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის პოლიტიკური დისკუსია და რაღაცა პროცესის დაწყება, რომელიც მივა იქამდე, რომ ეს ქვეყანა გამოვა ამ კრიზისიდან. ამიტომ ამას ძალიან პრაგმატულად უნდა შევხედოთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც ამას გვეუბნებიან, მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარს ვიტყვი ქალბატონო ვანუნა წასვლამდე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია და საქართველოს მოქალაქეები ყოველთვის 35 წლიანი თავისუფლების და დამოუკიდებლობის პირობებში აჩვენებდნენ თავის გონიერებას, როდესაც სახელმწიფო მიდიოდა იმ ზღვარზე, სიმძიმე ზღვარზე, როდესაც ეხა არის. მადლობა თქვენ.